მოგესალმებით, მეგობრებო, მე მირიანი ვარ და თქვენ იმყოფებით ჩემს YouTube არხზე, სადაც დღეს ჩვენ განვიხილავთ თამაშს War Thunder-ი. War Thunder-ი არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ონლაინ სამხედრო თამაში, რომელიც 2012 წელს შეიქმნა. War of Plus-ის სახელით გვხვდებოდა მაშინ, მალევე შეიცვალა სახელი და დაარქვეს War Thunder, რათა მის მრავალფეროვნებასა და სამხედრო ტექნიკის ფართო სპექტრისთვის გაესვათ ხაზი. თამაშის მთავარი მახასიათებლებია. პირველი ეს არის რეალისტური გრაფიკა, თამაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა საბრძოლო ტექნიკისა და საბრძოლო სცენების ავთენტურობას. მეორე ეს არის ტექნიკის მრავალფეროვნება, აქ შეგვიძლია მართოთ ტანკები, თვითმფრინავები, ხომალდები და სხვა ტექნიკა, მაგალითად როგორიცაა დრონი. მესამე ეს არის მოდიფიკაციები, მოთამაშეებს საშუალება აქვთ თავიანთი სამხედრო ტექნიკის მოდიფიცირების, გაუმჯობესების და ასე შემდეგ. და მეოთხე, თამაშის რეჟიმი. War Thunder-ს აქვს როგორც არკადი რეჟიმი დამწყები მოთამაშეებისთვის, ასევე აქვს სიმულაციური და რეალისტური რეჟიმები უკვე გამოცდილი მოთამაშეებისთვის. რაც შეეხება თამაშის წარმატებას, საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. War Thunder-ის პოპულარობა იმით არის უფრო განპირობებული, რომ War Thunder-ი არის უფასო თამაში, თან მუდმივად მიდის მისი მოდიფიცირება, განახლება. აქ კომპანია გამუდმებით ამატებს ახალ ტექნიკას, ახალ ტანკებს და ახალ საბრძოლო რუკებს, რაც თამაშს კიდევ უფრო მეტად მიმზიდვებს და პოპულარობს ხდის. არ შემიძლია არ აღვნიშნო ისიც, რომ თამაში ერთდროულად მოიცავს როგორც გართობას, ისე ისტორიას, გამომდინარე იქიდან, რომ თამაში არსებული ტექნიკის უმრავლესობა აბსოლუტურად ავთენტურია რეალურობასთან. საბრძოლო სცენები, რომელიც ამ თამაში გვხვდება, აბსოლუტურად ავთენტურია ისტორიასთან, ისტორიულ მოვლენებთან და შესაბამისად კიდევ უფრო მეტად გვაახლოვებს ისტორიასთან, გვახსენებს ფაქტებს და გვასწავლის ისტორიულ მოვლენებს. რაც რესპექტ ჩემგან, პლუსი კიდევ ერთი ამ თამაშს. რაც შეეხება თამაში წარმატების მიღწევას, თამაში წარმატების მისაღწევად მოთამაშისთვის აუცილებელია გუნდურობა, სტრატეგიების სწორი სტრატეგიების დასახვა და რაც თავარია მოთმინება. თუ რატო? აი ამას ახლა თამაშის მიმდინარეობისას გაიგეთ, მანამდე კი შეგიძლიათ გამოიწეროთ ჩემი YouTube არხი და ლაიქოთ ეს ვიდეო. თუ მოგეწონებათ ეს ვიდეო, აუცილებლად დამიწერეთ კომენტარებში, შემდეგისთვის რა ვიდეო, რა თამაში გაინტერესებთ, რა თამაშზე ვისაუბროთ, რომელი თამაში იქნება თქვენთვის საინტერესო და ასე შემდეგ. და მე აუცილებლად გავითვალისწინებ თქვენ თხოვნას. და ეხლა კი დავიწყოთ. ესე ჩვენი War Thunder-ი. ჩვენ ვიწყებთ მე ვყავს ამერიკის ტანკები. ხოლო სახმელეთო ტექნიკით ვიბრძვი, ანუ საავიაციო ტექნიკა არ ყავს, მაგრამ თქვენი სურვილის სამებრო შეგიძლიათ ვიბრძოლოთ როგორც ვეტფრენებით, ისე საავიაციო ხომალდებით, ასევე საზღვაო ხომალდებით და კატარღებითაც კი. ხო, თქვენი სურვილის სამებრო ასევე შეგიძლიათ იბრძოლოთ როგორც ამერიკის, ისე გერმანიის, რუსეთის, დიდი ბრიტანეთის, იაპონიის, ჩინეთის, იტალიის, საფრანგეთის, შვედეთის, ისრაელის სამხედრო ტექნიკით. ასობით ტექნიკაა სხვადასხვა ქვეყნის. როგორც წეგან აღნიშნე, აი მე ჩავხდე. შეგიძლიათ თუ დამწყები მოთამაშე ხარ, შეგიძლიათ არკადის ბრძოლით დაიწყოთ და უფრო მარტივად მიხვდებით და შეხედავთ მოწინააღმდეგების გადაადგილებას, სტრატეგიებს და ასე შემდეგ. მე ამ შემთხვევაში რეალისტური არც მე ვარ მაინც ამას დიდი დამწყებისა, დიდი გამოცდილი და პროფესიონალი მოთამაშე, თუმცა მაინც შემოგთავაზებთ რეალისტიკურ ბრძოლას. შემდგომ შეხედოთ რა გამოვა რა. ჩემი საბრძოლო რანკი არის 803. ეს იმაზეა დამოკიდებული თუ რამდენ რანგზეა შენი სამხედრო ტექნიკა, ჩემი მაქსიმალური სამხედრო ტექნიკის რანკი არის 803. ბრედლი და M551. ნელ-ნელა იმატებს რანკების რაოდენობა, რო ყიდულობ უფრო მაღალ რანგზე ტანკს, შემდეგ გადადიხარ 9-დან 2-ზე, 9-დან 5-ზე, ასე შემდეგ 9-დან 7-ზე და ასე შემდეგ. ხო. ნახოთ.
ნელ-ნელა ტანკების შესახებაც მოგეკითხეთ 1-2 სიტყვას თამაშს მიმდინარეობისას, მანამდე კი შეგიძლიათ გამოიწეროთ ჩემი YouTube არხი და მილაიქოთ ვიდეო. ჩემთვის ძალიან დიდი мотиваციაა. საკმაოდ კარგი მაპია. შორის დისტანციის სროლისთვის. მოდი ახლა ბრედლით ვცადოთ, მართვადი რაკეტები გვაქვს. და იქნებ უფრო მარტივად გამოგივიდეს ყველაფერი. ჩვენ ცადოთ აი ამ მხრიდან საკმაოდ შორია. გვაქვს 3 წერტილი, ABC წერტილები. 3 წერტილის დაცვა ჯერ აღება, შემდეგ დაცვა არის ჩვენი მიზანი, რომელიც გულსაც უფრო დიდხანს ექნება ეს 3 წერტილი დაცული, 3-დან 2 მაინც. გამარჯვებულიც ის არის ბოლოს. თუ რა თქმა უნდა, ყველა ტანკი არ აგვიფეთქეს და არ გადაგვიარეს და რა ვიცი, ასე შემდეგ. აი დავიწყოთ ახლა სავარაუდოდ ჩვენ ხების არეალში ძალიან მალე იქნებია. საკმაოდ დიდი მაპია. C სექტორამდე 2 კილომეტრზე მეტია. ტანკისთვის ეს არც თუ ისე პატარა ნამზილია. რატომღაც მე გადავწყვიტე. დამეწყვა აქედან და შემდეგ წასულიყავი სის მიმართულებით და დავდგე ტბასთან ახლოს და შევეცადო C სექტორის დაცვას შოვიდა. მართვადი რაკეტებით. ჩემი ეს ტანკი ბრედლი მოდიფიცირებული არ არის. ახალ ვიყიდე და მოდიფიცირებული არ არის, მაგრამ მართვადი რაკეტები მოყვება რა და აქვს. ჩვენ აი დაახლოებით აი ამ წერტილიდან ხედვის არეალი მოქმედებს მტერზე, მაგრამ ისიც რა გავითვალისწინოთ, რომ შეიძლება მტერმას დავინახოს რა. აი გეუბნებს ჩანს. საკმაოდ რთული მაპია რა. მარტივად არ არის საქმე მაპებით. C სექტორზე უკვე შევიდნენ. C სექტორზე უკვე შევიდნენ. ჩვენი მსუბუქი ტანკი ცდილობს გაიბრძოლოს. რა გამოუვა მაგას ახალ ძნელება. სიმაღლისთან ჩავიდე, აი დავინახე, ეს რა, აი ეს არის, მედია მოვატყოთ. არა, ჩაასწრო. გავკაწრეთ. სამწუხაროდ. გესროლა. ხედავს, ჯობია ხა დავიმალოთ, იმიტომ რომ აქ მართვადი რაკეტებით. ყველაფერს გავხდებით, იმიტომ რომ საკმაოდ დიდ დროს ამდენობს ჩვენი რაკეტა. მოწინააღმდეგესთან მისვლას, აი აფეთქეს კიდეც. თან მანამდე უნდა გყოდეს ხედვის არეალში, სანამ არ მოხვდება რაკეტა და ეს კიდე ჭურვით შეუძლია მალევე აღოფეთქოს, ხო? შესაბამისად ჩასაფრებიდან დავესროლოთ, ჩვენი დანახვა შეწყდა. ჩვენ კიდე მათ კარგად ხედავთ, აი შევიდა ნებისმიერი ბუჩქიც კი გამოვიყენოთ ამისთვის, რომ ცოტა ორი კამუფლაჟი გქონდეს და იმას თუ ჩვენ სავით აი ესე იხედება და ათვალიერებს ეწინააღმდეგებს ტანკს. მარტივად დანახვა შეძლოს ჩვენ. დინარის ჩასვლა არ ღირს. ეს ხმად ბასამოთ. ხმად ბას არ მახსოვს არ გინდა კაიანდი. მოდი შესაძლოა. ყავს მეორე ტანკი, რომელსაც შეუძლია წყალში სულაც კი. აი პატარა ბუჩქებს ახლა კონფრაჟეთ გამოვიყენებ, მასთვის დიდი ტანკი ვარ. ეცეო ბუჩქებს არ შევიხოთ, მაგრამ უკვე დაწვება და შესაძლოა ჩვენ დანახოთ.
გამარტივდება. მას C სექტორი ამეთი ახლა. ესეც უყურებ. სადღაც რა ვეღარ ვაკეთებ ახლა რა ვაკეთებ. გადასვლა არ მინდა, არც და გადავიდე. ჩემი აზრით საკმაოდ კარგად არის გრაფიკულად დამუშავებული თამაში. რაც ხეხეს გავს ნამდვილად, ბალახი ბალახს, ბუჩქი ბუჩქს, ტანკი ტანკს, სახლი სახლს და ასე შემდეგ რა. ჩემი აზრით გრაფიკულად საკმაოდ გამართული თამაში, საკმაოდ დიდი ხანია რაც ეს თამაში ბაზარზე არის და ამიტომაც არის ძალიან პოპულარული, რომ საკმაოდ დიდი ხანია ინარჩუნებს საკმაოდ მაღალ ხარისხს. და არის რაღაცა პატარ-პატარა ნიუანსები რა გეიმპლეიში, მაგრამ ისეთი რაღაცა მნიშვნელოვანი არაფერი რა, მაგასაც გეტყვით. მაგათაც სროლის დროს შეიძლება ხე არ წაიქცეს რა. და ვერ ხე ჩაყვინოს ესე მიწაში. ეგეთაცებს არის. ასე თქვა, ყველა ხეს ვაქცევთ რა. კაი. შემდეგ ვიდეოში თუ მოგეწონებათ საუკეთესო მომენტების ვიდეოებისაც შემოგთავაზებთ. ეხლა რა თქმა უნდა ავაპირებ თითქოს თამაშს. უბრალოდ მინდოდა მეჩვენებინა ამ თამაშის შესახებ თქვა ერთი-ორი სიტყვა და შემდეგ გამოხმაურების მიხედვით შეიძლება სტრიმის გავაკეთო თამაშზე. ჩემი მეგობრებთან ერთად. რასაც მოგვიანებით გავიგებთ და ვიტყვი. მომდენო ვიდეოში ან დავწერ სადღაც აუცილებლად და გავიგებთ რა. ამ ერთხელს ვითამაშებ, შემდეგ ანალიზი გავაკეთოთ და დავასრულებ ვიდეოს მაგით. ძალიან მინდა რომ მოვიგო და ისე დავასრულო. სავარაუდოდ ეგრეც მოხდება ჩემიანი. შეიძლება ხელაზე გადასულო. ფაქტობრივად ტანგები არ ავწევთ. არ მინახავს. ალბათ შეგვიძლია მარტივად გავთავაზოთ ეხლა. გადავიდეთ. გორაკებს იქით. სავარაუდოდ ტანგები იმედი ერთი კვლელობა მაინც ხდება, რომ ვიდეოში კონდეს, თუმცა თუ არც იქნება, არც ეგ არის დიდი ტრაგედია. ჩემთვის საკმაოდ რეალურია რა, წყალიც კი. როგორც დღეს ჩემ მედლის არ უმართლებს. კონკურენტი არ გამოგიჩნდა რომ ის ისინი ყავდა წერან და გავკაცეთ ეს ტანკი იყო სავარაუდოდ. ზიანი ვიმოყერეთ მაგალითად სამწუხაროდ. ხო, გაჩერებული მდგომარეობიდან ის როსხოლი მართლა დრაგეტებს. როგორც რეალობაში ისე საკმაოდ თითქმის ერთი გავს რა ნამდვილს. მე პროექტში მაშინ სხვა დეტალს ვაკეთებ ახლა ეს ნამდვილ ტაქს. ნამდვილ ბრედლის ამერიკულ სამხედრო ტექნიკას. აი, მე გენდაიქ. ჩასამწუხაროდ.
გაგვიფიქრეს ტანკი შენიშნა, თუმცა ნახეთ შენიშნა ყავით. ეს რამაი ეიზე გადავალ. ახლა იდა კარგად იქნება. სწრაფი ტანკით მალე შეგვიძლია გასვლა. ხან არ დავთავდება, მოკლედ არ გავთიშავ არ გამორთავ. ხოს საბეთ ეს არის XM-ი, ხო ეს იქია XM 800T. დავთავდა. რომელიც საკმაოდ სწრაფი ტანკია, მარტივად მანევრირებადი, 99 კმ/h შეუძლია წასვლა და საკმაოდ კარგად ისრის სიარულის დროს. ტანკზე მოგსაუბარი. ანხთა. ხამაგრად ასია. მაუსი შემინერდა ერთად ამით. ხო. რაცა მოხდა არ ვიცი რა. არ მინდა და ხო ეს არის რა მოკლედ. საკმაოდ სწრაფი ტანკია, ერთ-ერთ სიტყვას ახლა ჩემ ტანკებსაც გეტყვით. როგორც აღნიშნეთ 99 კმ/h შეუძლია, საკმაოდ სწრაფად დაყვება კოშკურა, მაუსთან ერთად. თითქმის არ აქვს ბაგი რა, სადაც წაიღებ ეგრევე ვიყვება რა. ხო, ну ეს M511 სიმართლე გითხრათ. ამ ტანკმა მაინც ძინიშნაბისები მოხდება, მაგრამ აქვს პლუსები, მაგალითად ყავს დრონი, რომელთაც შეუძლია დაზვერვა გავაკეთოთ, მოწინააღმდეგეს. თუ რა თქმა უნდა ჩამოგვივარდება, ან ჩამოგვიგდებენ. ნებისმიერ დროს შეგვიძლია. მართვადი რაკეტები აქვს. არა მხოლოდ მართვადი რაკეტები, ასევე აქვს ჭურვიც, რომელიც ისეთი ძლიერი. ну, თუმცა აი ეს მართალი რაკეტა მე ბევრად მირჩევნია რა. მიუხედავად იმისა, რომ დიდხანს ანდომებს მისამდე მისვლას გააჩნია კიდევ მანძილს რა. ხო, ასევე ყავს საშუალო ზომის M60. როგორც მახსოვს, რომელი მოდიფიცირებული ესეც არ არის, თუმცა თითქმის 70% ყავს. ეს ჭურვებით არის აღჭურვილი. საკმაოდ ძლიერი ტანკია. მარტივად ვერ ახერხებენ გახვრიტას. ეხლა ყუმირკინა და მაუსის პონტი არ არის, მაგრამ კაი ძლიერი ტანკია რა. ეს საკმაოდ მოყოლი ვარ ამ ტანკით, საკმაოდ კარგი ქილები მაქვს გაკეთებული რა. მაგის ვიდეოიც არის მე და შემიძლია ეგეც გაჩვენოთ. ხო, ეს არის ციმე ტანკი. M3, რომელიც ასევე ჭურვებს ისრის. პრინციპში ჭურვებს ისროდის სულ აქამდე. აი ეს ორი ტანკი ყავს, რომელიც მართადი რაკეტებით არის. ეს ჭურვებს ისრის 380 აქ შეღწევა. ნებისმიერ მანძილზე. ეს 380 შეღწევა 0 გრადუსზე. ну, ხო, ეგ უნდა გავითვალისწინოთ კიდევ ჭურვების ამბავში. 30 გრადუსიანი დახრილობის კუთხე, 300 გრადუსიანი დახრილობის კუთხეში თუ გავარტყავთ, ანუ რამდენი აქვს მაქსიმალური შეღწევა რა. ну, ამ შემთხვევაში 300 გრადუსი აქვს 190 მმ. ხოლო 0 გრადუსიანზე 380 მმ, რაც არ ვიცი, ალბათ მაუსსაც კი გახვიტავს. გააჩნია სადვისით კიდე. აი, ხო, და ყავს საჰაერო თავდაცვის სისტემაც. და ну, დაბალ რანგებზე კიდევ უფრო ბევრი ტანკები მყავს და ეს მე-6 რანგის ამბავში. ხო, ეს მე-5 რანგის ტანკია. საკმაოდ ძლიერი ტანკებია, ამერიკანული, მე ამერიკით დავიწყე, მირჩიეს. როცა ეს თამაში მირჩია, იმან მირჩია რომ ამერიკით დამეწყო. უფრო მეტად მომეწონებოდა და მომეწონა კიდეც ნამდვილად. ხშირად თამაშობ. ერთ-ერთი ჩემი ფავორიტი თამაშია, ამიტომაც შემოგთავაზეთ პირველი ამ ვიდეოს ამ თამაშის განხილვა ვიდეოს სახით. იმედია მოგეწონათ. დამატებით კითხვები თუ გაქვთ და დამიკომენტარეთ და აუცილებლად გიპასუხებთ ამ ვიდეოში ამ კომენტარის სახით. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ თითოეულ თქვენგანს ჩემ ახსნა შემოგზავნებისთვის. მადლობა რომ ბოლომდე უყურე ვიდეოს. აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი არხი, დამილაიქე ვიდეო, დამიწერე კომენტარი და ძალიან მალე მინდა რომ 1000 გამოწერამდე ავიდე.
ეს ჩემი მეორე ვიდეოა და თუ მალე 1000 გამოწერზე ავალ, შემდეგ მინდა რომ გათამაშება მოვაწყო, იმედი მაქვს რომ გათამაშება დაემთხვა ახალი წელს და ახალ წლამდე ეს ყველაფერი მოხდება. უბედნიერეს კაცი იქნებ, საუკეთესო ახალი წელი იქნება მართლა. და თქვენი ამის თქვენი მხარდაჭერის იმედი მაქვს. გათამაშებასაც შეეხება, მინდა გავათამაშო $10,000 Steam-ის ვაუჩერი. იმიტომ რაც უფრო სწრაფად ავართ 1000 გამოწერზე, მით უფრო სწრაფად გათამაშდება და თითოეულ თქვენგანს ექნება შანსი, რომ Steam-ის $10 ვაუჩერი მოიგოს. მადლობა ყურადღებისთვის, დროებით გემშვიდობებით.